Ну, ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ შიში გრძნობა აშკარად და ვეღარ გრძნობს ისე უსაფრთხოდ თავს ლუკაშენკო. მოკლედ, აი ეს ეფექტი, ამ სპეცოპერაციის ეფექტი დიქტატორებისთვის და რა გზავნილი იყო მათ შორის, არა მხოლოდ რუსეთისთვის, ჩინეთისთვის ეს თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორც თქვით, პრინციპში თავიდანვე ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ძალის პროექცირების დემონსტრირება, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლიათ ასეთი ძლიერი დაგეგმილი ოპერაციების განხორციელება და როგორც იყო ნათქვამი, კონტრასტი აშკარა არის უკრაინაში შეჭრისა და ამერიკელების მიერ მადუროს დაპატიმრების ოპერაციებს შორის. ანუ ნებისმიერი დიქტატორი კარგად უნდა დაფიქრდეს, ვის ეჭიდავება და რამდენად გაუჭირდებათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ასეთ დაპირისპირებაში შესვლა. მეორე მე ყოველთვის მაღიზიანებს ლუკაშენკო, იმიტომ რომ ძალიან კარგად ჩანდა აი ამ სურათშიც მარჯვნივ სასულიერო პირი, მარცხნივ საბჭოთა სიმბოლიკა, ფარისევლობა და ცინიზმი, როდესაც ხდება რელიგიური ინსტიტუტის, წესით ყველაზე სანდო ეკლესიის ჩართვა საკმაოდ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში. აქ ძალიან კარგად ჩანს მარცხნივ აი საბჭოთა გერბი, რომელიც ლუკაშენკომ დააბრუნა და მარჯვნივ სასულიერო პირი. ამ ცინიზმის პიკი არის, როდესაც ხდება ასე რელიგიის ინსტრუმენტალიზება ავტორიტარული რეჟიმის გასაძლიერებლად. პრინციპში კიდევ ერთი გაკვეთილი, რაც ყველა არა მარტო ამ ავტორიტარებმა, არამედ ყველა ნორმალურმა ადამიანმაც და ლიდერმა უნდა გამოიტანოს, არის ის, რომ თუ ჩვენ ვხედავთ არსებული საერთაშორისო წესრიგის ცვლილებას, ახალ საერთაშორისო წესრიგში სასიცოცხლო და აუცილებელი ხდება ძლიერი მოკავშირეების ყოლა. იმის გათვალისწინებით თუ მოდი ახლა ჩვენ კონტექსტში დავბრუნდეთ, იმის გათვალისწინებით თუ რამდენად ცდილობს ქართული ოცნება რომ გააღრმავოს ევროიზოლაცია და ვერანაირად ვერ დაამყარეს ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციასთან მთელი ამ დროის განმავლობაში, აქაც აშკარა ხდება რამდენად პრობლემურ სიტუაციაში ჩნდება მთლიანად ქართული სახელმწიფო ამ ტურბულენტობის პირობებში, როდესაც ჩვენ ფაქტობრივად პირისპირ მოკავშირეების გარეშე დაგვტოვა ქართულმა ოცნებამ. დიახ. და მე მინდა გადავიდე ასევე ერთ-ერთ მთავარ